გამარჯობათ ხალხო, როგორ ხართ? ესე იგი, კაცს აღიზიანებს ქალი, მიუწვდომელი ქალი. ის ღიზიანდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის უკვე ხვდება და გრძნობს, რომ ის ქალი მისთვის მიუწვდომელი იქნება ყოველთვის. ამ დროს ის ღიზიანდება და ცდილობს ამოანთხრიოს ბოღმა, როგორც შეუძლია ისე. და ქალი, როდესაც ღიზიანდება ქალის დანახვაზე, ის ღიზიანდება მაშინ, როდესაც მას სურს, რომ იმნაირი იყოს, ან რაღაც ჰქონდეს იმნაირი, რაც მასში იწვევს გაღიზიანებას. ეს ყოველთვის ასე ხდება, იყო და იქნება. და ქალი, როდესაც ღიზიანდება კაცზე, ესეც იგივე შემთხვევაა, როდესაც კაცი ღიზიანდება მიუწვდომელ ქალზე. როდესაც ქალი გრძნობს, რომ ის კაცი მას არ შეხედავს, ის იგივე აგრესიას ამთხრევს. და როდესაც ქალს უწოდებენ ბოს, მახინჯს, ათლახს და ასე შემდეგ, ასევე უწოდებენ კაცს, მახინჯს და ოღონდ პიდარას. ანუ ეს არის განსხვავება, მაგრამ ზოგადად ერთი და იგივეა. ერთი და იგივე მიდგომაა, რომ ეს არის მიზეზი ხალხმა, ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს აგრესია, როდესაც მას აქვს თავის მიზეზები. უფრო მეტი ვიდეოსთვის გამომყევით ჩემს YouTube არხზე. ლინკს მიუთითებ კომენტარებში.